ჭიათურაში უშედეგო 25 დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ გაბრაზებული მაღაროელები დედაქალაქში ჩამოვიდნენ. დღეიდან ადგილობრივები ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხმის მიწუდანასა და პასუხისმგებელ უწყებებამდე საკუთარი მოთხოვნების მიტანას დე-ფაქტო მთავრობის კანცელარიასთან შეეცდებიან. ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე მდგარი მშრომელები პირველ რიგში გაჩერებული მაღაროების ამუშავებას მოითხოვენ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფო. ეს არის უპირობო და აუცილებელი ავარიულ სახლებში სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ცხოვრება დაზარალებულ მოსახლეობას, კომპანიისგან დაზარალებულ მოსახლეობას. ამიტომ აუცილებელია კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა დატოვოს საქართველო, დატოვოს ამ დანაშაულებების გამო. საქმე ისაა, რომ მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში ღარიბი მოსახლეობისთვის დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ჯორჯიან მანგანეზი ამ საქმიანობით მუნიციპალიტეტში მუშაობას აღარ გააგრძელებს, რადგან კომპანიის მტკიცებით ბიზნესი წამგებიანია. მაღაროელები შიშობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი საქმიდან ისე გავიდა, რომ მათთვის ორთვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას არ აპირებს. მაღაროელები გაწეული შრომისთვის დაპირებული გასამრჯელოს დაუყოვნებლივ ანაზღაურებასა და უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების საბანკო ვალდებულებების მოგვარებას მოითხოვენ. დაარიგდეს ხელფასები, დაარიგდეს ის ყველა დავალიანებები კომპანიის მიერ, რაც იყო, რაც დაიდოთ ვალი დღეის ჩათვლით. სახელმწიფოს დამოკიდებული არის სრული უპასუხისმგებლობა და ამ ხალხის ფაქტიურად იტოვება და გაწივა შიმშილისკენ და უკეთეს შემთხვევაში ემიგრაციისკენ. შესაბამისად, ეს ცხადი არ დაწყებულა დღეს და გუშინ ჭიათურაში მაღაროელების შრომითი უფლებების საკითხი, ღირსეული ანაზღაურების საკითხი, შრომითი უსაფრთხოების საკითხი იყო წლების მანძილზე პრობლემა. მათ შორის ინვესტორის, ამ შემთხვევაში ჯორჯიან მანგანეზის დამოკიდებულებაც ამ ადამიანის მიმართ იყო სრულიად უპასუხისმგებლო. დაპირებული ხელფასის ჩარიცხვის გარდა მაღაროელები მოითხოვენ ივანიშვილის მთავრობამ ახალი ინვესტორი იპოვოს, რომელიც ჯორჯიან მანგანეზს ჩაანაცვლებს და იქნებ ასე 3000-ზე მეტი მშრომელი ულუკმაპუროდ არ დატოვოს. ამასთან მშრომელები იმასაც მოითხოვენ, რომ ივანიშვილის მთავრობა დაინტერესდეს მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებულ სოფლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით. 3500 ადამიანი არის უხელფასოდ, ნიშნავს იმას, რომ 3500 ადამიანი ფიქრობს და არ იცის ყოველდღიურად მაგალითად როგორ გადაიხდის კომუნალურებს, რაც მიიტანს სახლში საჭმელად, როგორ გადაიხდის ვალს. ეს ბევრად მნიშვნელოვანი ეკონომიკურ კრიზისს წარმოქმნის, მას შემდეგ რაც გავიაზრებთ, რომ თუ 3500 ადამიანმა დაკარგა ხელფასი, ეს ნიშნავს, რომ 36000 ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, რამდენადაც ჭიათურაში რეგისტრირებულია 36000 მოქალაქემ. აქედან გამომდინარე 36000 ადამიანის მიერ დაკარგული შემოსავალი და ეს ტრაგედია და ეს ამბავი, რომელიც ამ ქალაქში მოხდა, ბუნებრივია ეკონომიკური კანონზომიერების მიხედვით, რომ ვერ დარჩება ამ ქალაქში. ჩამოვედით ჭიათურიდან, როგორც მაღაროელები, ისე მოსახლეობა და თბილისიდანაც შემოგვიერთდებიან ადამიანები, რათა გავაპროტესტოთ ის ქალაქის სიკვდილი, რასაც დღეს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავ. ორმაგად მნიშვნელოვანი არის პირადად ჩემთვის აქ ყოფნა ერთის მხრივ ის, რომ ის ძირითადი საკითხები, რაც არის 60% ადამიანები შიმშილით რო არ მოგვნენ, დაუკმაყოფილონ და მეორეს მხრივ მიეხედოს გარემოს დაცვას და იმ ეკოლოგიურ კატასტროფას, რაც ჭიათურაში არის და რაც საომავლოდ როგორც დაგვიანონსეს მოხდება. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა. მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტი დაასახელა. ჯორჯიან მანგანეზი მაშინ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებას დაჰპირდა. კომპანიამ შრომელები გადააგდო. მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. ამას ჭიათურაში მოტყუებული მშრომელების პროტესტი მოჰყვა.